სან-ფრანცისკოს შემდეგ ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტში ამავე სასწავლებლის სტუდენტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა 3 წუთიან მხატვრულ ფილმზე ქართველი და ამერიკელი სტუდენტები ერთობლივად 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტი სან-ფრანცისკოსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტური პროექტის ფარგლებში განხორციელდა. იდეა კი ამერიკელ რეჟისორ კრისტოფერ კოპოლას ეკუთვნის. თითოეული ფილმის გადაღების მთავარ ამოცანას მათი ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანება წარმოადგენდა. ფილმის შემდეგ სოციალური ქსელის საშუალებით ფილმები პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კრისტოფერ კოპოლამ შეაფასა. ჩვენთვის ესეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ბატონ კრისტოფერთან ურთიერთობა. ჩემი თემა ეხებოდა ტანგოს ორი სჭირდება და გავაკეთე ქართული ინტერპრეტაცია და დალევა სჭირდება ორი ქართულ ტრადიციასთან დაკავშირებით. და ანალოგიურად ტანგოს ორი სჭირდება მომზადა ჩემმა მეგობარმა სან-ფრანცისკოდან, რომელსაც გამოიყენა ჩემი გადაღებული კადრები და მანაც მეც გამოვიყენე მისი გადაღებული კადრები. ეს არის პირველი საერთაშორისო პროექტი, რომელშიც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინომემართულების და ამერიკის სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის, ასევე კინოს მიმართულების სტუდენტები არიან ჩართული. ეს არის ერთობლივი შემოქმედებითი პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება. პროგრამა ითვალისწინებს პროექტების ურთიერთგაცვლას და ერთობლივი ფილმების გადაღებას. ორივე მხრიდან ჩართული არიან პროფესორები ბატონი ზაზა ხალვაში და კრისტოფერ კოპოლა და მე მგონი შედეგიანი იყო და ნაყოფიერი. პირველი პრემიერა ამ რამდენიმე ხნის წინ შედგა სან-ფრანცისკოში დიდი წარმატებით. საკმაოდ საინტერესო პრესა ჰქონდა ამას ყველაფერს და ამავე დროს ეს პროექტი ჩვენ ახლა დღეს აქ ვაჩვენებთ ყველა ფილმს, როგორც ქართველი სტუდენტებისას, ასე ამერიკელი სტუდენტებისას. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავალი რეჟისორებისათვის, რომ ისწავლონ და გაიგონ რა არის დასავლური სტილი კინოწარმოებისა, ჩაერთონ ამ პროცესში და ნახონ თავიანთი შესაძლებლობა თავიანთ თანატოლებთან ერთად.